ჯვაროსნები დინამო არენაზე თურქეთს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ კვალიფიკაცია 2-3 წაგებული მატჩით დაიწყეს. ამ მარცხის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი როგორც მინიმუმ ძალიან რთულია. მართალია ეს პირველი თამაში იყო და წინ კიდევ 5 მატჩია, მაგრამ რეალურად თურქეთთან შინწაგება არ შეიძლებოდა. ცხადია შანსი რჩება, მაგრამ უკვე ისეთი ესპანეთის ნაკრებთან წარმატებებსაც რომ გულისხმობს, ან თურქეთში მოგებას. კარგი იქნებოდა ეს პირველი თამაში მინიმუმ არ წაგვეგო. ვილისანიოლმა 4 მცველიანი სათამაშო სქემა აირჩია. ოთარ კიტეიშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მოედნის ცენტრი ისედაც ძალიან შესუსტებული ჰქონდა. სანიოლმა კი 4-4-2 სქემის არჩევით შუახას კიდევ ერთი ფეხბურთელი მოაკლო. საყრდენ ზონაში მხოლოდ ქოჩორაშვილი მექვაბიშვილის იმედად ვიყავით. საწყის წუთებში იყო ქაოსი და შეცდომები ჩვენს უკანა ხაზში. მართალია თურქეთის ნაკრებმა ანგარიში სტანდარტულიდან გახსნა, მაგრამ მაინც სტარტზე ჩვენს გუნდში ზედმეტად ბევრი ნერვიულობა და დაბნელობა შეინიშნებოდა.